მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ჩვენ დღეს ვნახავთ გაშლას მომდევნო კვირის პროგნოზე, მაისი მთავრდება ბოლო კვირა და ვნახოთ რას გვიმზადებს. ეხლა ვნახოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია იქნება, ვისთვის იქნება ეს გაშლა და რაც ვინც პირველად ნახულობს, ხო? ვინც პირველად შემოვიდა ჩვენ ამ გაშლაზე, ჩვენ სამ სფეროს ვიხილავთ, ანუ კარიერა, სამსახური, სწავლა შეიძლება ზოგისთვის, ფინანსები და ურთიერთობა. და ეხლა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა. საკმაოდ ძალიან კარგი ენერგია გაქვთ ჩემო ლამაზებო, აი ძალიან მშვენიერი, იმიტომ რომ აქ თქვენ გამოდიხართ კრიზისიდან. всё, დასვით წერტილი. ბოლოს და ბოლოს მე აი აქ მოდის როგორი მომენტი, ნახეთ, ადამიანი არის ისეთ ენერგიაში, რომ აი მოდით ახლა ცოტა გლობალურად რო შევხედოთ, მე დავფიქრდი იმაზე, რომ ანუ ისე როგორც ეხლა მე ვარ, ხო? ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ აქ რაღაცა, იცით, даже შეიძლება გქონდეთ რამე ისეთი პერიოდი, რომ თქვენ აღმოჩნდეთ ისეთ ენერგიაში, რომ დაფიქრდით, აი გაანალიზეთ მთელი თქვენი რაღაცა ცხოვრება, ზოგადად რაღაცა პერიოდი გაანალიზეთ, რომ ანუ უკვე ბევრი რამ გამოვიარე, დროა დავსვა წერტილი, მე უკვე მოვიფიქრე, როგორ უნდა გამოვიდი მე ასეთი მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ეს შეიძლება გქონდა ვიღაცას დაუშვათ რამე სადმე რამეში ჩადით თანხა, დაუშვათ, როგორც ასე ეს ძალიან ესეთი მაგალითი რა. არასწორად, მაგრამ თქვენ ნახავთ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო, კაი ჭკუის სასწავლებელი იყო თქვენთვის ეს მომენტი. შეიძლება ვიღაცა ავად იყო, რომ ხუთიანი პენტაკლების ხშირად აჩვენებს, რომ ადამიანი დაუშეუძლოთ არის, მაგრამ მთავრდება ეს ცუდად ყოფნა და ადამიანი გამოჯამრთელდება და მიდის უფრო ახალი ენერგიებით რა. უფრო მზად არის რა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენ თავში არის აბსოლუტურად და ადამიანი მე ვარ კარგად და იფიქრა ბევრი და ნამდვილად ეს პერიოდი დასრულდება. თუ იყო რამე ფინანსური კრიზისი, ეს ფინანსური კრიზისი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ თქვენ უნდა შეიძლება გაგეანალიზოთ რა ის მომენტი, ანუ საერთოდ რაც ეხება ფინანსებს დაუშვათ, რომ აი შეიძლება არასწორად ხარჯავთ, შეიძლება ვერ იზიდავთ, შეიძლება ის შემოსავალი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ მოგწონდეთ, შეიძლება თქვენ იფიქრეთ, რომ მოდი აბა კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ისეთი, რომ ჩემი სიტუაცია გაუმჯობესდეს რა. ყოველ შემთხვევაში აქ კიდე ადამიანის ნახეთ, თუ იყავით რამე რთულ პერიოდში, ან ხართ ეხლა, თქვენ ეძებთ, ან შეიძლება ადამიანს ეძებთ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, შეიძლება ინფორმაციას ეძებთ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, მაგრამ აქ ცხრიანი, როცა ადამიანი უფიქრდება, რა შემიძლია გავაკეთო კიდე, როგორ გავაუმჯობესო სიტუაცია. აი ესეთი რაღაცა განახლებული ხართ, უკვე პრინციპში მიიღეთ, აქ გადაწყვეტილება გაქვთ რაღაცა საინტერესო მომენტები, რაზეც თქვენ ფიქრობთ ეხლა, რაღაცა უკვე გაქვთ თქვენ აქ მოსაზრებები, რა შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს. აქ ადამიანი ნამდვილად არის კარგად განწყობილი, ძალიან მშვენივრად განწყობილი არის და ნამდვილად მისი აი ეს პერიოდი, როცა აი უფრო მართლა როგორ გითხრათ, აი დისკომფორტს გრძნობდა, ეს პერიოდი მის ცხოვრებაში უკვე უნდა დასრულდეს. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრები გქონდათ და ძალიან ბევრი შეიძლება ნერვიულობაც გქონდათ, მაგრამ თქვენ აქ ყველაფერი დატოვეთ, ასე რომ ვთქვათ, ახლა წარსულში და ნამდვილად უკვე მიდიხართ წინ. შემიძლია გითხრა, ანუ всё დატოვეთ ყველაფერი ეს. კარგით. ეხლა ვნახოთ ჩვენ, ან მიდიხართ უკვე, ხო? ბევრს ფიქრობდით თქვენ, გაიგეთ, აი რაღაც აქ აუცილებელი იყო, შეიძლება ცოტა ხანი
ყოფნა ისეთ ცოტა დისკომფორტულ სიტუაციაში, სადაც არაფერი გიხაროდოთ დაუშვათ და ანუ გიხაროდოთ, მაგრამ ფიქრე, აქ არის ფიქრე თან იმაზე, როგორ შემიძლია ვიყო ბედნიერი. აიგეთ რა ხდება, რომ ან როგორ გამოვჯამთელდეთ თუნდაც, ხო? ყველას თავისი, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა. ნახოთ ახლა ჩვენ, მაშინ აბა ამ კვირაში რას გვიმზადებენ, რა ენერგიებს გვიმზადებენ, რა სიტუაციებს გვიმზადებენ, აბა გადავხედოთ ახლა ჩვენ. აქ განულება არის, იმიტომ რომ უკვე თქვენ რაღაც მოიფიქრეთ. ნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ აქ წარო, რა ენერგიები იქნება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს საერთო ენერგია იქნება კვირის და ეს ჩვენი სფეროების განვიხილოთ ახლა. ანუ აქ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქმედების სფერო იქნება, ხო? ყველასთვის თავისი მეგეთყოთ ენერგიებს. თქვენ უკვე მიხვდებით თქვენთვის აქ რა უნდა აიღოთ. ნახოთ ახლა. ფინანსები რა თქმა უნდა განვიხილოთ. ფინანსებიც განვიხილოთ. ანუ ამ კვირაში რას მიგვითითებს ჩვენ ტარო, რას გვეტყვის. ურთიერთობაზე მოითხოვა მან არა. ახლა ვიცით ჩვენ რომ მაგაზე კარგად ვინ გვეტყვის ჩვენ, ხო? რას გელოდებათ თქვენ ამ კვირაში, როგორ განვითარდება, ან შეიძლება თუ არ აყავთ პარტნიორი, შეიძლება გაიცნობთ, ნახოთ აბა. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ მთავარი ენერგიები, ხო? ნახოთ ახლა. უკვე მომწონს. ეხლა ნახეთ აქ რამხელა რამე არის რა. ანუ ადამიანი, აქ ხო თქვით ჩვენ, რომ აქ ფიქრობდით თქვენ, იჯეკეთ, ცხრიანი შეიყავეთ. გამოსვლა ხათ როგორ იცვლება სიტუაცია, თქვენ ნახეთ, აქ ტყვილა არ იჯეკეთ, აქ მეხუთე ენერგიაში ადამიანი ტყვილა არ შედის რა. ანუ აქ ადამიანია შეიძლება რომ იჯდეს ისე ტყვილა უბრალოდ. არის ნახეთ ყოველთვის ჩვენს ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა ჩვენ უნდა გადავედით ახალ ეტაპზე. აუცილებლად. ეს აგიხსნით მე თქვენ რომ არ გქონდეთ სანერვიულო, იმიტომ რომ ხშირად არის ეს მომენტები, რომ დაუშვათ, კარგად იყო ყველაფერი, კარგად, ეს შეიძლება ეს ეხებოდეს ნებისმიერ სფეროში, შეიძლება ფინანსებსაც, შეიძლება ურთიერთობას, ჯანმრთელობას, კარიერას, აბსოლუტურად ყველაფერი, ნებისმიერი ყველას თქვენ აიღეთ თქვენი თემა, ხო დაუშვათ. ანუ ყველაფერი მიდიოდა ძალიან მშვენივრად, მე უცბად რაღაცა იცვლება, ანუ შეიძლება სტაგნაცია. აქ ახლა ავიღეთ აროლოგა არ აუშვებს. იმიტომ რომ აქ ახლა გვაჩვენეს ჩვენ, რომ ადამიანი იყო საწავიდა ეს ნეტა. ფიქრობდა ძალიან ბევრს შეიძლება ადამიანი. ნახეთ. არა დისკომფორტულ თემაში იყო, რომელიც მქონდა მხარე. ანუ დისკომფორტში, ნახეთ, აქ არის კომფორტული ზონა შეხვედრებაში. ადამიანი იყო, შეიძლება რაღაცა პერიოდი იჯეკეთ მარტო, ხო ხტებით რა. შეიძლება, მარტო რა, ახლა თქვენ ფიქრებთან ერთად. ეს აუცილებელი არის, იმიტომ რომ ადამიანს, სული მოვიდა აქ სამუშაოდ, სასწავლებლად, გინდათ, არ გინდათ, ეს თუ ბანალურად აიღეთ თქვენ, რომ თუნდაც ახლა რომ დავიბადეთ თუ არა, ეგრევე სწავლობთ ჩვენ ჭამას, ეგრევე სწავლობთ ჩვენ, რა ვიცი მე, ფეხის ადგომას და ასე შემდეგ, სულ რაღაცას სწავლობთ ჩვენ რა, დავიბადებით თუ არა, იმიტომ რომ აქ მაგისტრის ვართ მოსულები რა. და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ დავუშვათ რაღაცა ეტაპს გავდივართ და თუ დაუშვათ, არა აქვს მნიშვნელობა, კარგად ხარ შენ, თუ ცუდად ხარ ხო საერთოდ, ახლა უკვე, რა ვიცი. მაგრამ დაუშვათ ვითარდები, მიხვედი რაღაცა ეტაპამდე. და უკვე შენ
ხვდები რომ აი ნუ მართლა კარგად ვარ რა დაუშვათ ნუ ფინანსურად სიტყვაზე ან უკვე ვიპოვეთ ჩემი თქვათ რაღაცა ისეთი კომფორტული ზონა აუცილებლად მოხდება ის რომ რამე მოგვიფრინდება რა ან სიტუაცია თქვა დაუშვათ ახლა ფინანსური მდგომარეობა სიტყვაზე იყო ნაკანდე და უცბად შეჩერდა ან არ გამოგიგზავნეს თანხა რომელსაც ელოდებოდი ან არ გადაგიხადეს ხელფასი რომელსაც ელოდებოდი ან რაღაცა თქვათ ყავდა დამკვეთი და არ გადაგიხადა თავის დროზე და შენ უკვე გქონდა რაღაცა სიტყვაზე ახლა ამაზე ნუ რამე გეგმები სიტყვაზე ხო ურთიერთობა ყველაფერი კარგად იყო უცბად რაღაცა მოხდა ხო ეს არის ყველაფერი იმისათვის რომ ჩვენ გადავედეთ სხვა ეტაპზე აი აქ არის ნახეთ აი ეს არის გადასვლა სხვა ეტაპზე შენი ცხოვრების მაგრამ იმისათვის აი შენ უნდა დაასრულო რაღაცა უნდა დაждდე შენთვის დაფიქრდე ან ჩვენი რა გვამოძრავებს ჩვენ ყველაზე ძალიან გვამოძრავებს ფინანსური მდგომარეობა და ურთიერთობა იმიტომ რომ ეხლა ეს ისეთი მომენტები, ნუ შვილები და მშობლებიც აქ არის, ხო? მაგრამ ყველაზე ძალიან მოქმედებს ჩვენზე ფინანსები და ურთიერთობა. რომ ჩვენ რაღაცა გაგვამოძრა, აი რაღაცა ენერგია რო დაიწყოს, თქვათ ახლა მოძრაობა, ხო ჩვენში, რომ ვიფიქრო, რა კიდე გავაკეთო მე, როგორ გამოვიდე მე ამ სიტუაციიდან. ამიტომ გვაგდებენ ასეთ მდგომარეობაში. შეიძლება არის პერიოდი სახლიდან გამოსვლა არ გინდა, არავისთან ურთიერთობა არ გინდა, ან თუ ურთიერთობ ისე ხარ, ანუ სულ მინდა რაღაცა ჩემთვის ვიყო და მე უკვე ეძებ გამოსავალს და მით უმეტეს ახლა თუ დაუშვათ შენ კარგად გქონდეს სიტუაციები და რაღაცა თქვა და ნუ აქამდე ხო ვიცი ჩვენ რომ მეოთხე ენერგია, ანუ ესე იგი კარგად ვიყავი, მყოფნი და ყველაფერზე, მე უცბად რაღაცა მოხდა. ზოგი даже არის მომენტები რომ შეიძლება თქვა რამე არასწორად ჩადე თანხა დაუშვათ და გეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დაკარგე სიტყვაზე, ხო და ახლა ნერვიული. ეგაც არის რაღაცისთვის, აი გუშინ ზუსტად ვარჩევდეთ სასწავლო ჩემ ჯგუფთან გაშლას და მივხვდით რომ ანუ ადამიანი იმით რომ ბინა დაკარგა, რამდენი რამე მოიპოვა. ესე იგი ერთ გაშლაში მოვიპოვეთ იმ თუნდაც მეუღლეზე რომელიც იყო გაბრაზებული მადლიერება დიდი ვიპოვეთ, გაკვეთილიც ისწავლა იმით რომ ფულის ყადრი ისწავლა და ბევრი რაღაცა, ანუ ადამიანი ერთი სიტუაციიდან იმით რომ არასწორად ჩადო თანხები, იმდენი რამე ამოვგავარჩიე და მივხვდეთ ეს სიტუაცია რისთვის იყო ადამიანისთვის, რომ ის გაბრაზებები, ის თუნდაც თავის თავზე ეს გულის ტკენები ეს ყველაფერი ეგრევე წაიშალა. იმიტომ რომ მივხვდით რისთვის იყო აი ეს მდგომარეობა. მაგრამ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ეს მომენტი თქვენ გჭირდებოდეთ აუცილებლად იმისთვის, რომ თქვენ გქონოდეთ წინსვლა. ანუ ესე იგი თქვენ აი აქ ჯდომით დაუშვათ, აი აქ ფიქრით, თქვენ მოხვედით იმ აზრამდე, ანუ მე მივხვდი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოთ. ეს არის სულიერი წინსვლა. სულიერი, ანუ მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ანუ მთლიანად სამყარო მაძლევს მე ეხლა აქ უკვე всё გადავდივარ იმ ახალ ეტაპზე. თუ იყოს სტაგნაცია, უკვე всё მორჩა. ანუ დასრულებენ თუ რაღაც სრულად გვაჩვენებენ ჩვენ იმას, რომ საიდან გამოდიხარ წინსვლა გექნება, всё, შენ მე მიიღე ეს უკვე ეს ცვლილება შენს ცხოვრებაში, გაიგეთ და აი დაინახავ თქვენ როგორ რანაირად წავა ახლა სიტუაციების განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ეს არკანები გვეუბნება აი ეს წინსვლა რაში გვექნება ჩვენ, ხო? საწავალთ. უკვე ანუ თითქოს ახლა თუ რამე იყო არასწორი, თუ თქვენ მიდიოდეთ არასწორი გზით, თუ თქვენ დაუშვათ რამეს არასწორად აკეთებდეთ, всё, აი აქ თქვენ ეს ამ პერიოდმა მოგცეთ რომ გამოდიხართ იმ სიტუაციებიდან, მორჩა. აი დანაკარგზეც ახლა კი თუ დანაკარგი იყო, ну რაც იყო, თქვენ აქედან გამოდიხართ, მორჩა ეს თქვენ ტრანსფორმაცია გაიარდა, აი ვიღაცას კონდა კითხვა როგორ გავიგო ტრანსფორმაცია დამთავრდა თუ არა, აი ასე მიხვდებით. აი ეს. იმიტომ ტრანსფორმაციაში შესვლა აი აქ ადამიანი იყო ზუსტად, ანუ სულიერ ტრანსფორმაციაში იჯდა კაი ხანი, ხო?
შეიძლება რაღაც პერიოდი, ზოგიერთ შეიძლება მალე გადის, გააჩნია ადამიანის განვითარების დონე. თუ ადამიანი სულ ვითარდება, ის უკვე ნახეთ, როცა შენ არ იცი, ხო, რა ხდება, რა გჭირს, შენ ვარდები დეპრესიაში, ხო? და ფიქრობ, რომ აი რა არის, როგორ შეიძლება აი ყველაფერი ერთმანეთზე მიყოლებით, ახლა გაუარესდა, ხო? ეს არის, როცა შენ არ იცი. როცა შენ, ну, მაგრამ ეს სიტუაცია შენ მაინც გაგდებს რაში? დაუშვათ უკვე, ან ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობ, ან დაუშვათ მე ეზოტერიკაში შედეხარ, რაღაცა ინფორმაციას ეძებ, ანუ უკვე ვითარდები, უკვე წავიდა, მაგრამ თუ შენ უკვე ამ გზაზე ადგიხარ და მაინც მოხვედი, აი აქ მოხვდე, შენ აქედან მალე გამოხვალ, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვს უკვე იმხელა, შენ უკვე არაერთხელ იყავი შენ ასეთ არაკომფორტულ ზონაში და შენ უკვე ხვდები რისთვის არის ეს სიტუაცია. და ამიტომ უფრო მალე გამოხვალ, მალე გაივლი ტრანსფორმაციას, შენ უკვე დროს, ენერგიას აღარ დახარჯავ იმაზე, რომ იჯდე და იფიქრო, ეს მამუკა ცუდია, ეს ლელა ასეთია, დაუშვათ ახლა ბიჭი გოგოს გოგო ბიჭზე, ან დაუშვათ ეს ჩემი ხელმძღვანელი ასეთია, ანუ ეს საერთოდ სამყარო ცუდია და ვაფშე ყველა სახელმწიფო და მთავრობა და ასე შემდეგ. შენ იმ უკვე იცი, რომ ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული, შენზე, რაიგეთ რა ხდება და რა თქმა უნდა, შენ უკვე შენს თავს აქცევ ყურადღებას, შენ თავზე იწყებ მუშაობას, ეძებ გამოსავალს და რა თქმა უნდა, შენი სიტუაციაც უფრო მალე შეიცვლება. ეს ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენი არჩევანი არის ყოველთვის, რომ ჩვენ რას ვიზავთ ახლა. ვინმეს დავაბრალებთ, რომ ეს არის ცუდი ვიღაცა და თქვათ მის გამო მოხდა ყველაფერი, თუ ეს არის უკვე ბიძგი იმისი, რომ დავჯდე, დავფიქრე და მოვიფიქრო, რა შემიძლია გავაკეთო. მიხვდით? და სამყარო ეგრევე გიპასუხებს და მოგცემს გამოსავალს, ეგრევე როგორ შეიცვალოს შენი სიტუაცია. ეხლა ნახოთ ჩვენ ახლა რას შეეხება თქვენს კარიერას. ну ხო გეუბნებით, აი აქ კიდე რაღაცა ანუ ეს ჩვენ გვაჩვენეს, რომ თქვენ ახლა მთელი კვირის განმავლობაში გვაჩვენე, მაგრამ ახალი არკანები შეიძლება ცოტა გაგრძელდეს კიდე ეს გამოსვლა, რაღაცა ინსაიტები, რაღაცა ცვლილებები წავა. აქ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ აქ არის სიტუაცია, როგორ კიდე მეხუთე ენერგია გვაქვს, ანუ ესე იგი ისე რაღაც აქ იფიქრებთ თქვენ სხვათა შორის, როგორ კიდე დაუბრუნდი კომფორტის ზონაში რა, ანუ მაინც ახლა შეეცდებით, რომ კიდე იფიქროთ, რომ რა შემიძლია კიდე გავაკეთო აქ მე ისეთი, რომ ну აქ როგორი მომენტი არის, იცით, პრინციპში აქაც ახლა არის ექვსიანი იმისი, რა ქვია, თასების, აქაც ექვსიანი თასების, აქ მე даже ვფიქრობ, რომ თქვენ შეიძლება იცით რა სიზავთ, აი გაუშვებთ სიტუაციას, ნახეთ, არ დაძაბავთ. რაღაცა მართლა კარგ ენერგიებში შეხვალთ, მაგრამ აი არის ზოგჯერ მომენტი, რომ გაუშვი სიტუაცია და ყველაფერი მიენდე სამყაროს. კი. ნახავთ თქვენ მაქსიმალურად კაი გამოსავალს ნახავთ თქვენ და აი როცა გაუშვებთ თქვენ ამ სიტუაციას, ხო? იმიტომ რომ ხუთიანი არის როგორ, ანუ აქ არ არის საჭირო, რომ თქვენ ახლა იჯდეთ და იფიქროთ, რა კარგი იყო ადრე, რა მაგარი გოგო ვიყავი, რა და ან ბიჭი, ხო? რა კარგად მქონდა ყველაფერი, როგორი ვიყავი, დაუშვათ მე ახლა საჭირო და ასე შემდეგ. არა. აქ სოთშოს ვიღაცა წავა შეიძლება საპენსიოზე აი ეგრე მომივიდა ახლა უცბად ვიღაცის შეიძლება იქნება სიტუაცია როგორი იცით პენსიაზე გადის ადამიანი და ამ დროს ну ეს ვიცი რომ ახლა ვინც პენსიაზე ну ვინც სადღაც ისეთ ადგილას მუშაობს და პენსიაზე უშვებენ ცოტა მტკივნეული არის იმიტომ რომ აი თითქოს ნანობს ადამიანი რომ აი ეს კარგი პერიოდი რომელიც მე მქონდა ეს აი ну იხსენებს მოდით ასე ვთქვა დასრულდა რა და ეხლა უკვე სახში უნდა დავჯდე თქვა და მივხედო შვილებს და შვილეშვილებს. ნუ ეს ვიღაცისთვის იქნება, მოდით კიდაბა ვნახოთ, იმიტომ რომ აქ რაღაც ისეთი ინფორმაცია მოვიდა, უფრო კიდაბა ვნახოთ, ჩვენ კიდე კარიერას რას უნდა მივხედოთ ან სამსახურის სწავლა კიდე.
ნუ ვოთ კიდე ინფორმაცია წავიდა. ეხლა ნახეთ, აქ გაძლიერებაც არის. ნუ პრინციპში ეხლა აქაც შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ, რომ აი ეს კრიზისული თქვენი სიტუაცია, თუ ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაზე მივაქციოთ ყურადღება. თუ თქვენ აკეთებდეთ რამე მედიტაციებს, თუ თქვენ დაუშვათ აკეთებდეთ რამე პრაქტიკებს, რომელიც თქვენ აი დაუშვათ ახლა კრიზისთან გამოგიყვანეთ, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ძალიან ვგიჟდები, მიყვარს მერფის ლოცვები. აი ვგიჟდები, იმიტომ რომ უამრავი მედიტაცია მაქვს მოსმენილი, აი ძალიან ბევრი მედიტაცია მაქვს მოსმენილი სხვადასხვა, მაგრამ აი თითქოს ამ მოკლე მედიტაციაში არის ჩაქსოვილი ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რაც უნდა იყოს. აი ნუ აბსოლუტურად ყველა სფერო არის და ანუ თან ღმერთს ლაპარაკები და ლოცვას კითხულობ რა ამ დროს მედიტაცია, ლოცვა მედიტაცია რა ეგეთი რამეა და ნუ მე ვგიჟდები, რა ვიცი ხა თქვენი ხა რა თქმა უნდა, ალბათ თუ აკეთებ ძალიან ნუ ოჯახები ხართ, ეს ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მედიტაცია ყოველთვის ხსნის ჩვენ გვეცნობიერს და უფრო გვეხმარება იმაში, აი ძველი, ნახეთ, კრიზისში როცა ხარ, აუცილებელი, რომ ნუ მედიტაციები გააკეთო, იმიტომ რომ ეს ხსნის რაღაცებს შენში, თქვათ, ინსაიტებს გაძლევს თუნდაც, ხო? და ამიტომ ნახეთ ახლა, აქ სამსახური, ხო, აუცილებლად რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაზეც თქვენ ოცნებობდით, ასრულება. თუ დაუშვათ იყო ისეთი პერიოდი, სადაც თქვენ აი დაუშვათ, რატო იხსენებთ აქ თქვენ, ნახეთ, შეიძლება დაუშვათ, ნუ მუშაობთ კლიენტებთან, ან ნუ ასე რომ თქვათ, ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ხა ბევრი მუშაობს, მაღაზიაც რო გაქვს, უკვე კლიენტებთან მუშაობ. მოდიოდნენ ხალხი დაუშვათ და რაღაცა მოხდა. ესაც დაიმახსოვრეთ, რომ ეს რაღაცა რომ მოხდა, ნაკადი რომ არ მოდის, ხო? რაღაცა ზის შენში მიდგომა. აიგეთ, თქვენი მიდგომა. და აი აქ თქვენ დაფიქრდებით, რომ ანუ რა შემიძლია, აქაც მეხუთე ენერგიებით, აქაც ხო ხედავთ თქვენ, ანუ როგორ გამოვიდე მე ეხლა იქ, სადაც მე ვიქნები, ანუ მეც კარგად ვიქნები და საჭიროც ვიყო ხალხისთვის. აი აქ მაგაზე დაფიქრდებით, თქვენ დაჭდებით და დაფიქრდებით, რა შემიძლია გავაკეთო მე კიდე, რომ ეს კარები გაიღოს, ხო? ანუ აქ ხო გეუბნეთ, ეს არის პრაქტიკები, ეს არის ლოცვები, ეს არის ყველაფერი. ანუ აქ ადამიანი რას უფიქრდება, იცით, რომ პირველ რიგში მე რა შემიძლია გავაკეთო, ანუ იმისთვის, რომ მეც ვიყო კარგად ხალხიც. ანუ ყოველთვის ჩვენ როცა ეხება საქმიანობას, არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობა, ხო, გაგშენ. შენ უნდა გქონდეს ორი მომენტი. შენ უნდა ეს საქმე მოგწონდეს, შენ ეს საქმე უნდა გიყვარდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ მარტო ფულის გულისთვის მუშაობ, ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ფული ძნელად მოდის, თუ ადვილად მოდის და სიამოვნებას არ ნახულობ შენ საქმიანობაში, ნუ არ ვიცი. თუ დაუშვათ ეხლა იძახე, რომ აი მე რა ვქნა, ეხლა მე ვარ საზღვარგარეთ, ბებოს უნდა მოუვარო, რა გავაკეთო, კი არ მომწონს, კი მინდა ეს კაი ცხოვრება, რა ვქნა. მიდგომა შეცვალე მიდგომა მიიღე ეს ხვანაერად აივსე მადლიერებით, ნუ ხარ უმადური, აივსე მადლიერებით, რომ ეხლა მე აი ეს ოჯახი, სადაც მე ვმუშაობ, სადაც მე ვშრომობ, მაძლევს მე რას? მაძლევს თქვათ იმას, რომ მე შემიძლია სიტყვაზე ჩემი შვილების განათლება გადავიხადო. მე შემიძლია ჩავიცვა დავიხურო, მე შემიძლია ვჭამო ის რაც მინდა, მე შემიძლია ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში დაუშვოთ, ხო? მე შემიძლია ჩემი თქვათ ახლა ვისწავლო რამე და იმისი ფული გადავიხადო, ნუ ყველას თავისი. და აი ეს ასე რომ შეხედავთ, მადლიერებით აივსებით თქვენ იმ სამსახურით, რა სამსახურშიც ხართ ახლა. და იპოვეთ, ანუ დაჯექეთ და იპოვეთ და დრო მოგეცემათ იმისთვის, რომ თქვენ იპოვოთ რა გახარებს თქვენ, აი აქ რა გახარებს თქვენ, აი იქ სადაც თქვენ ხართ. რა არის აი აქ ისეთი, რაც თქვენთვის არის სასარგებლო. ნახეთ? ანუ რითი შემიძლია კიდე მე ვიყო დაუშვათ საჭირო სხვებისთვის, რომ
ასრულდეს ჩემი სურვილები და ეს აგერ სურვილები თქვენი აგერ სამყარო ეგრევე გადაგიხდით თქვენ საჩუქრებით, მიხვდით? იმიტომ რომ მხოლოდ აი ის საქმე, ის ხოგოდ მიდგო ან საქმის სადმე მიდგომა, ან საქმე, რომელიც მე ვარ დაკავებული, უნდა მომწონდეს, უნდა ვიყო მადლიერი, შენ თუ გეზიზღება ის ბებო, რომ გიჟია და ზოგი ის ლანძღავს, რომ პროსტა ასეთ უმადურობას ვერ ხვდები, შენი არჩევანი იყო, შენ რო იქ წახვედი, ხო? ნუ არჩევანი არ არის იძულებული ვიყავ, ხო წახვედი, ხო? ეხლა ის ოჯახი შენ გაძლევს თანხას. ნუ მადლიერი იყავ, სხვანაირად შეხედეთ სიტუაციას, სხვანაირად. ეხლა ამ ეტაპზე, ესე იგი შენ მასე უნდა იყო, იმიტომ რომ ეს იყო, შენ გქონდა არჩევანი, შენ შეგეძლო, არ აგიღო პასუხისმგებლობა შენს ოჯახზე და ყოფილიყავი დაუშვით იქ სახლში. მაგრამ შენ აიღე ეს პასუხისმგებლობა, შეხედე თუ გინდა რომ შეიცვალოს შენი სიტუაცია, შენს შეხედე სხვანაირად. აქ თუ გაქვთ თქვენ რამე კიდე სხვა პროექტი, სიტყვაზე რამეზე ფიქრობთ თქვენ, რამე თქვა პროექტებზე, ხო? რომელიც ადრე იყო თქვენ, ნუ დაუშვით ახლა გადადებული შეიძლება იყო და თქვენ არ გეგონათ რომ მოგიტანთ თუ არა ეს თქვა იმ სარგებლობას, რაც თქვენ გინდათ, ხო? შეიძლება ბიზნესის გახსნა გინდოდეთ ან რაღაცა. აქ იცოდეთ რომ პრინციპში მოგეცემათ აუცილებლად და ძალიან კმაყოფილი იქნებით. კმაყოფილი იქნებით, კი. აქ რაღაცნაირად სხვანაირი, ანუ ფანტაზიები და ეს რაღაცა აქ ნახეთ რა ხდება აქ დედოფალი, იმაში იმპერატრიცა ერთობა ქერთხების დედოფალი, ჩვენ ხო ვიცით რომ იმპერატრიცა შეოთხებია დედოფალი არის და აქ არის როგორი მომენტი, იცით? განახლება მიდის, ანუ მარტო ჩემი ფანტაზიები, ხო? მე უკვე ფანტაზიები გავუშვი და დავიწყე ქმედება. ქმედება რო დავიწყე, უკვე მომივიდნენ, თქოთ, კლიენტი მომივიდა, უკვე წამოვიდნენ რა, უკვე ინფორმაცია, თქოთ, რა გავაკეთო, ან ნუ შემოსავალზე გადავალთ, ახლა ამ ჩვენ კარიერას გარშემო ვტრიალებთ რა. დარდი წავა თქვენია, გაიგეთ, რაღაც სხვანაირად შეხედოთ. ნუ პრინციპში ჩვენ აქაც გვეუბნებიან ეს ენერგიები, რომ წინსვლა არის, გამოსვლა არის სიტუაციიდან, ანუ თუ არსად არ იყო განვითარება, ეს მიდის ახალ ეტაპზე გადაყავ ხარ თქვენ ახლა, ისე რა ქვია, კი, აქ სამუშაო გექნებათ აუცილებლად. ეხლა ფინანსებზე გადავედეთ ჩვენ. ფინანსური მდგომარეობა, აგერ მიდიხართ, ესე იგი ისე იქ. ანუ მე რო გითხარით, ეხლა ხო გითხარით, აი აქ იყავით მეოთხე ენერგიაში, ხო? ანუ სადაც თქვენ იყავით ისე, რომ ყველაფერზე ყოფნიათ, მაგრამ მე რაღაცა მოხდა და აღმოჩნდეთ მეხუთე ენერგიაში. პრინციპში ცუდი არ არის მეოთხე ენერგიაში დაბრუნება, იმიტომ რომ თქვენ აი ეს თქვენი ფიქრი, ხო? ანუ რაზეც თქვენ ფიქრობდეთ, პრინციპში აგერ არის ჩვენი მეგობარი, ხო? ხმალების რაინდე, აქაც ხმალების რაინდე. და ამიტომ არის აქ რა, უკვე всё, მე გამოვდივარ ამ ნერვიულობიდან, რომელიც მან იმიტომ რომ სიტუაცია სტაბილურდება. სტაბილურდება, რომ ეს რაღაცა ინსაიტი რაც მოგივიდა, და ნახეთ, მე ანუ გავაანალიზე, ცხრიანები გავაანალიზე, ყველაფერი დავფიქრდი, მივიღე ცივი რაღაცა გადაწყვეტილება და всё, ისე დასტაბილურდა ჩემი სიტუაცია. ხვდით? აქ ადამიანმა, ანუ ნუ კიდევაც გამოხვედით რა იმ რთული სიტუაციიდან. კი, ნახეთ, აქ ძალიან ბევრი ფიქრები გქონდათ, გამოხვედით თქვენ და აი ეს პერიოდი, კიდე ნახეთ, სულ მეხუთე ენერგიები ტრიალებს, ხო? ეს კრიზისული სიტუაცია, რა სიტუაციაში თქვენ იყავით, აქაც ნახეთ, ხუთიანი ხმალების, აქაც იჯეკეთ და კიდე ანუ ფიქრობდით რა და ეს ყველაფერი თქვენ შეიძლება შინაგანად გქონდათ რაღაცა ბრძოლა, რა შემიძლია გავაკეთო, რა ვქნა, როგორ ანაერად. ანუ გადაგიყვანთ, ანუ ახალ ეტაპზე, რაღაც ახალი იდეები მოგივათ სამომავლოდაც კი. მიხვდით, სამომავლოდ, იმიტომ რომ მე აქ, ანუ ყველა ჩემს, თქვათ, ხუთიანი საერთოდ აი ძალიან კარგი ენერგია ხმალებში, იმიტომ რომ ადამიანი თითქოს იღვიძებს რა და უკვე
რაღაცა თქვათ ახალ იდეებს ახორციელებს, გაიგეთ? აქაც ეხლა ნუ თითქოს ახალი ძალებით, ნუ ვფიქრობდი და აჰა, აი აქ 4-იანი ხო გვაქვს ჩვენ ხმალების. ვფიქრობდი, რა გავაკეთო კიდე, რომ გამოვიდე აქედან ამ მდგომარეობიდან და მოვიფიქრე. უკვე მოვიფიქრე, დავიწყე მე რაღაცა გონებრივად, ჩვენ პირველ რიგში თავში გვაქვს ყველაფერი და აქ მოერევით თქვენ აი ამ რაღაცა ისეთ უაზრო თემებს, რომელიც თქვენ გიჭრიდათ ხელს და არ გაძლევთ საშუალებას, რომ წინსვლა გქონოდეთ. ნახეთ, უკვე დაჯდებით, დაფიქრდებით, შეიძლება ზოგი თქვა სხვანაირად მიუდგება ფინანსებს, სხვანაირად დაალაგებს უკვე იმ ფინანსებს, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, სხვანაირად უფრო ცივი გონებით, იმიტომ რომ ეს არის უკვე აქ უკვე მეფის ენერგია. მეფე უკვე სხვანაირად ვფიქრდება, ხო? აღარ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ყველაფერი რისთვისაც მე მჭირდება, რა თქმა უნდა, მექნება და კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი, კი, აქ ადამიანმა მოერია ეს მეხუთე ენერგია. კი. კი, გაუძელით თქვენ ყველაფერს, თქვენს ნერვიულობას ყორჩახ. ნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობაზეც გადავედით, ხო? გადავედით ურთიერთობაზე. ნუ, აქაც პრინციპში შემიძლია გითხრათ, მშვენიერი კაი სიტუაცია არის რა. აქ იცით როგორი მომენტი არის, აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ნახეთ, თქვენ ხართ კარგ ენერგიაში. აქ შეიძლება თქვენ აი გეუბნებით რაღაცა ისეთი კვირა არის თითქოს, ხო? ანუ ეს ცვლილებები, იმიტომ რომ აქ რო იჯეკით თქვენ და რო ფიქრობდით და უფიქრდებოდეთ, ხო? აი თითქოს რაღაც სხვა ენერგიებით შევივსე. მე უკვე აღარც ვინერვიულებ სიტყვაზე, ხო? უკვე გავაკეთებ იმას, რაც მე მინდა. ხო? ანუ კარგი გონებით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ეს აქ ადამიანი ხვდება რომ ნერვიულობა არ მომიტანს მე არაფერს, აზრი არა აქვს, ხო? და ამიტომ ჯობია რომ მე პასუხისმგებლობა თვითონ ავიღო ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გრძნობებზე და ვისიამოვნო. აქ არის აი კი. ანუ აქ მიიღეთ თქვენ ისეთი გადაწყვეტილება, მყარი გადაწყვეტილება, რომ ნერვიულობა არაფერს არ მომიტანს. всё, მორჩა. იმიტომ რომ აქ აი რაღაც ხო გეუბნები, ახალი ეტაპზე გადადიხართ რა, იმიტომ რომ აი აქ იცვლება დიდი ცვლილებები წავა. აქაც ნუ აქ ახლა ცოტა კოშკებს სხვანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ არის ახლა აქ ამ მნიშვნელობა, რომ დავუშვათ ახლა უბრალოდ აქ როგორი თემა არის. მე დავაზუსტე და ანუ მე დავრწმუნდი, რომ ნერვიულობა არაფერს კარგს არ მომიტანს, ამიტომ დავფიქრდი და მინდა კარგად ვიყო. ახლა უფრო კი, აი კომფორტულად კარგად ვიყო. აი ეს არის რა. იმიტომ რომ რა არის, იცით რომ ეს კიდე აქ როგორი მომენტი შეიძლება იყოს, თქვენ დარწმუნდეთ, ნახეთ ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია, მე დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს ვინერვიულო, იმიტომ რომ აი აქ შეიძლება თქვენ რაღაცა ისეთი მოგივიდეთ, რომ თქვენი პარტნიორი არსად არ წავა, არსად არ დაგეკარგებათ, რაც არ უნდა იყოს და რაზე ვინერვიულო მაგაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემთან კარგად გრძნობს თავს კომფორტულად და ადრე თუ ნერვიულობდი, ეხლა გადავწყვეტ რომ აღარ ვინერვიულებ, ვიცხოვრებ აი სრულყოფილად გრძნობებით, რა გრძნობებიც არის. აი ძალიან მაგარი არის, მე თუ მკითხავთ ეს გადაწყვეტილება, თუ მასე ხართ, გინოცავთ ჩემო სიხარულებო. ნუ ასეთი პროგნოზი იყო. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას, ყველაფერს კარგს, გელოდებით კომენტარებში, ვნახოთ აბა თქვენ როგორ რეზონირდეთ და გამიზიარეთ აბა თქვენი შტაბეჭდილობა.